სავარაუდო ნეპოტიზმი ოზურგეთში. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მერმა მეგობრების და მათი ცოლების დასაქმების ოპერაცია წამოიწყო. ირკვევა, რომ პაატა კუნჭულიამ ვიცემერის და ადმინისტრაციის უფროსის პოსტებზე ახლო მეგობრები დანიშნა, მათი ცოლები კი სახელმწიფო თეატრში და ბაღების გაერთიანებაში დაასაქმა. ოპოზიციის განცხადებით ოზურგეთის მერმა სხვადასხვა აიბში საკუთარი კადრების დასასაქმებლად ახალი შტატებიც კი გამოიგონა. პაატა კუნჭულიას ბიუჯეტის ფლანგვაშიც ადანაშაულებენ. ოპოზიციის თქმით, მხოლოდ 5 თვეში რესტორანში ქეიფი, ახალი მანქანები, ფარდები და სამზარეულოს ინვენტარი ოზურგეთს 200.000 დაუჯდა. როგორც ჩანს, ოზურგეთის სუსის მიერ დანიშნულ მერს სრულად აქვს მწვანე ანთებული, რომ დაასაქმოს მთელი სანათესაო და საძმაკაცო და სამეგობრო. მისი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა მისი ძმაკაცი, რომელიც თბილისიდან წამოიყვანა. ამ თბილისიდან წამოსულ ძმაკაცს ცოლიც გამოაყოლა და ეს ქალი უკვე დანიშნა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად. მისი პირველი მოადგილე და ვიცემერი ჩხიკვიშვილის მეუღლე თეატრის დირექტორის მოადგილედ დანიშნა. ასევე მისი ძმაკაცი ერთი აიპის ხელმძღვანელად, მეორე აიპის ხელმძღვანელად, იურისტად დანიშნეს და შეზღუდვა არ აქვს და სხვათა შორის ნაცაბიც არ დაუწყებია, ძველი ნაცაბიც ბლომად ყავს დასაქმებული და საკრებულოში რო ხალხი მოგზდევდათ სისხლიანი 9 წელი, რა შვებთ, როგორ ხართ? მოგწონთ ახალი მერის სტრატეგიები?